მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მოდი ვნახოთ ვინ მოხვედით დღეს ჩემთან. დღეს ჩემთან მოხვედით ადამიანები, რომლებიც მზად ხართ დაიწყოთ თქვენი ცხოვრების ახალი თავი. ამისთვის არის მზაობა როგორც შინაგანად, ასე ფიზიკურად, სხეულობრივ დონეზეც, ემოციურადაც, ყველანაირად თითქოს შენ ხარ ენერგიებში, სადაც გამოხვედი ძველი ჩაკეტილი მდგომარეობიდან. უკან მოიტოვე შიშები, შფოთვები, დეპრესიები, ძალიან რთული პერიოდი გაქვს გადალახული რეალურად ცხოვრებაში და ისეთი სიტუაციებიდან გამოსულ ხარ, სადაც ადამიანები ობით იჭედებიან და სადაც ადამიანები საკუთარ თავს, ღირებულობებს, ფასეულობებს და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემასაც კი კარგავენ ხოლმე, მაგრამ პირიქით შენ აქედან გამოხვედი ძალიან დიდი ღირსებით და ძალიან დიდი სიამაყით და არა მარტო გამოხვედი, არამედ თითქოს მზად ხარ სხვებსაც გაუზიარო ეს ყველაფერი, სხვებსაც ასწავლო ეს ყველაფერი თუ როგორ არ უნდა დაგამარცხოს ტკივილმა და როგორ უნდა დადგეს საკუთარ შიშებზე მაღლა. საოცარი ადამიანები მიყურავთ აქ და აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, ვისაც რეზონირდება, იმიტომ რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ მე ასეთ ადამიანებს, რომლებიც მსხვერპლის როლში კი არ გადადიან, არამედ სირთულეებს იყენებენ იმისთვის, რომ გაძლიერდნენ, წინ წავიდნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ. მოდი ვნახოთ რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში. სამყარო იმ ყველაფერს შენ გიფასებს, რაც გამოიარე და გიფასებს, როგორ თქვა, 10 მაგად და 100 მაგად. შენ ცხოვრებაში აღარასდროს აღარ განმეორდება ის ყველაფერი, რაც ადრე იყო. შენ სამუდამოდ ჩახურე შენი ძველი კარმა და შეცვალე შენი შინაგანი ენერგეტიკული მდგომარეობა. გადახვედი, ასე ვთქვათ, ნათელ პალასაზე, სადაც წინ მხოლოდ კარგი რაღაცეები გელოდება. რა თქმა უნდა, შეიძლება ასე ვთქვათ, გამოჩნდეს შენს ცხოვრებაში რაღაც საცდურები, რაღაც სირთულეები, მაგრამ შენ უკვე ხარ ისეთ ენერგიებში, სადაც აღარ შეხვალ ტრამვებში, აღარ შეხვალ ტკივილებში, აღარ შეხვალ ტოქსიკურ ადამიანებში, რომლებიც მანიპულირებენ, რომლებიც ხვის ენერგიას იყენებენ, რომელიც პატივს არ სცემენ სხვა ადამიანებს, ხო? და შენ თითქოს სამუდამოდ გათავისუფლდი ამ ყველაფრისგან და ამ ტიპის ადამიანებისგან და მომავალში შენ ცხოვრებაში შემოსვლას დაიწყებენ ისეთივე გულღია, სუფთა და ნათელი ენერგიის ადამიანები, როგორიც ხარ შენ. და სამყარო აი ამ ყველაფერს გიმზადებს და ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება შენ ცხოვრებაში. ასევე სამყარო გიმზადებს პენტაკლების ენერგიებს, ფინანსურ ენერგიას. შენ საკუთარ თავში აღმოაჩენ, რომ შენი შინაგანი მამაკაცური ნაწილი ყავს უკვე განკურნებული, ხო? შენ აღარ გაქვს, ასე ვთქვათ, ფოკუსი იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს ტრამვები, ვისაც ჭირდება გადარჩენა, ვინც იმიტომ შემოვიდეს შენ ცხოვრებაში, რომ შენი ენერგია გამოიყენოს, ხო? პირიქით, აქ შენ უკვე შენს გარშემო იზიდა ძალიან შემდგარ, წარმატებულ და ასე ვთქვათ, საინტერესო პარტნიორებს, რომლებიც იმავე დონეზე დგანან ენერგეტიკულად და სტატუსითაც, რომელზეც ხარ შენ. და ეს ყველაფერი მოგიტანს ძალიან ბედნიერ და სტაბილურ კავშირს, რომელიც გადაიზრდება ძალიან ძლიერ და ლამაზ რომანტიულ ურთიერთობაში და შენ იქნები ძალიან კმაყოფილი ამ ყველაფრით. და თითქოს რაღაც მომენტალურად შეიცვლება შენ ცხოვრებაში და ეს იქნება ძალიან დიდი ნახტომი და ძალიან დიდი ნაბიჯი. უეცრად მოხდება შენი გადასვლა ახალ ენერგიებში და ძალიან სწრაფად მოხდება ეს წინსვლა. იმიტომ რომ მე აღვხედავ ძალიან, ასე ვთქვათ, განსხვავებულ ენერგიებს, რომ როდესაც ადამიანი დეპრესიული მდგომარეობიდან აი უცებ რაღაც მომენტალურად გადადის პოზიტიურ ენერგიებში, სადაც არის ძალიან დიდი სიყვარული, ბედნიერება, მხიარულება და პოზიტიური განწყობები და ეს იმიტომ ეს არ არის შემთხვევითი და ეს არ არის დროებითი გადასვლა. ეს იმიტომ მოხდა, რომ შენ დააგროვე ძალიან დიდი ცოდნა. შენი იზოლაციის პერიოდი, ხო, როდესაც იყავი 4-იან ხმლებში გამოიყენე არა იმისთვის, რომ
რაღაც დაგედანაშაულებინა ბედი, რომ ვაიმე რა ბედი მაქვს და სხვა ადამიანები რაც სუდები არიან და არამედ პირიქით აკვირდებოდი, რომ აი რა მომიყვანენ ამ მდგომარეობამდე, სადამდეც მოვედიო. ანუ რატომ განვითარდა ჩემს ცხოვრებაში მოვლენები ისე როგორც განვითარდაო და შენ შეამჩნიე რომ ეს მოვლენები განვითარდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღე. ძალიან ბევრ ადამიანს ენდე ისეც ვინც რეალურად არ იმსახურებდა არ ჩვენს ნდობას, არ ჩვენს სიყვარულს, არ ჩვენს გულწრფელობას და პირიქით შინაგანად ქონდა საკმაოდ ასე ვთქვათ ბნელი განზრახვები შენთან მიმართებაში და ამ ყველაფერმა შენ მოხდა ძალიან დიდი ცოდნა იმის რომ მომავალში სწორად გაშიფრო ადამიანების მოტივები. შენ შეიძლება ადამიანი კპირდებოდეს ძალიან ბევრ რაღაცას, გიცინოდეს, თავს გაჩვენებდეს მეგობრად, მაგრამ შენ დაინახავ რეალურად ეს ადამიანი მართლა არის ესეთი თუ უბრალოდ რაღაცას ელის შენგან და იმიტომ იცევა ასე, ხო? იქიდან გამომდინარე რომ შენ ეს თვისებები და უნანერები გამოიმუშავე, სამყარო გეუბნება რომ აღარაფერი აღარ გაქვს სასწაული. შენ უკვე იცი კეთილის და ბოროტის გარჩევა. მაშინაც კი თუ ეს ყველაფერი დაფარულია, მაშინაც კი თუ ეს ყველაფერი შენი ყულია, შენ იმდენად ძლიერი გონება გაქვს და იმდენად ასე ვთქვათ რაციონალური და თან ბრძენი ხარ, ძალიან ძლიერი ინტუიცია გაქვს, რომ ძალიან მარტივად გაარჩევ ჭეშმარიტებას სიყალბისგან, ხო? და შესაბამისად შენ აღარასდროს აღარ აღმოჩნდები იგივე სიტუაციაში, რაშიც აღმოჩნდი წარსულში. მოკლედ, სულ ეს ორი სიტყვაც მინდოდა შენთვის, თუ შენზე რეზონირდა ეს ინფორმაცია, აუცილებლად დამიტოვე კომენტარებში, ხოლო პირად სესიებთან დაკავშირებით გელოდები ინსტაგრამზე.